არჩილ გორდულაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი და ბუნებრივია მასთან საუბრობასაც ჩვენ წავმართავთ სწორედ პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე და იმ შენიშვნებზეც გვექნება შეკითხვები, რომლებიც სულ რამდენიმე წუთის წინ ჩვენმა წინა სტუმარმა გამოთქვა. არჩილ გორდულაძე უკვე ჩვენთან სტუდიაშია. მოგესალმებით ბატონო არჩილ, გმადლობთ სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით მაყურებელს. დიახ, ბატონო არჩილ, ჩვენ ვიცით, რომ არსებობდა ორი ეროვნული სტრატეგია ქვეყანაში, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის და პრევენციული ზომების შესახებ და თავად სპეციალისტებიც აღნიშნავენ, ჩვენმა წინა სტუმარმა დაადასტურა, რომ აი ამ სტრატეგიებში აბსოლუტურად გათვალისწინებული იყო მათი მოსაზრებები, რეკომენდაციები და უფრო მეტად ორიენტირებული იყო სადამსჯელო ნაბიჯებზე, მეტად ნარკომომხმარებლების ზრუნვაზე. თუმცა აი ამ პოლიტიკას ისინი ვეღარ ხედავენ ასეთ მიდგომებს იმ საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც ცოტა ხნის წინ დამტკიცა. და პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როდესაც განხილვა მიმდინარეობდა და შემუშავება მიმდინარეობდა განხილვამდე აი ამ რეფორმის, ანტინარკოტიკული რეფორმის, მონაწილეობდნენ თუ არა სფეროს სპეციალისტები, ექიმი, ნარკოლოგები? მადლობა კითხვისთვის და ზოგადად არჩევია ხოლმე, როდესაც ადამიანთან ერთად პირისპირ პოლემიკაში არ ახარ და არ არის ეთერში, რომ უპასუხო იმ საკითხებს, რომელიც მოდი რბილად რომ თქვათ, რომ არასწორი კუთხით იყო გაშუქებული. და რიგ შემთხვევებში სამწუხაროდ ისეთი განცდაც კი დამრჩა, რომ ადამიანს საერთოდ საკითხულს კი არ ქონდა მის სულებები, რომელიც ახლა საუბრობდა და მათ შორის ძალიან არასწორი მიმართულებით აშუქებდა აწვდიდა საზოგადოებას. აი რომელ ნაწილს? აი მაგალითად რომ ვთქვათ, რომ კანონში საერთოდ არ წერია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ინიციატივები. ხო იყო ესეთი რამე თქვა. მე კარგად მოვისმენ. აი როგორ წარმოვიდგენია ლოგიკურად რომ ვიმჯეროთ, კანონში როგორ უნდა ჩაიწეროს კანონში. ხაზგასმით თქვა. კანონში როგორ უნდა ჩაიწეროს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ინიციატივები. კანონის ადგილია. მოვისმეთ მამუკამ დინარაძესგან, როდესაც წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, აქცენტირება, რომ სწორედ აი ცხოვრების პოპულარიზაცია ხდება პრიორიტეტი. მოდი ჯერ ვთქვათ კრებსითაც ზოგადად რას ეხება ეს ცვლილებები და შემდეგ უკვე თხოვთ რომ განხილვაში მკითხვას რო უპასუხოთ კი, ყველაფერს მოგვიყვებით და მათ შორის იმ სპეციალისტებზეც ზუსტად განსაკუთრებით შეგვიძლია ეგრეთ წოდებულ სპეციალისტებზე ვისაუბროთ და რა გააკეთეს 2017 წელს და რის მცდელობა ჰქონდათ. მათ შორის 51 ორგანიზაცია რომ იყო გაერთიანებული საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმაში რომ იყო გაერთიანებული და საკანონმდებლო ცვლილება ჰქონდა დაინიცირებული 2017 წელს, მათ შორის სამწუხაროდ ქართული ოცნების ყოფილი წევრებიც, რომლებიც ახლა აღარ არიან ქართულ ოცნებაში, მათი ინიციატივა იყო ეს ყველაფერი. მაგაც ალკე ვთქვათ. უკაცრავად. რაც შეეხება ექსპერტებს, მოდი ეს რამეს ვიტყოდი, რომ არანაკლები ექსპერტები არიან საჯარო სამსახურებში დასაქმებულები, არანაკლები ექსპერტები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, ლევან სამხაროვის ეროვნულ ბიუროში და მათ შორის ის პირები, რომლებიც მუშაობდნენ და საქმიანობდნენ ამ კანონპროექტის შემუშავების დროს. მათ შორის პარლამენტის წევრებიც, რომელსაც არაერთი გამოცდილება აქვთ ჯანდაცვის კუთხით იქნება თუ როგორც სამართალდამცავი ორგანოებში და როგორც ადვოკატებში ან ადვოკატ საქმიანობაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ერთ რამე უნდა ვთქვათ, რომ არავინ არ დაგვიძახაო სამწუხაროდ ასეთ ნარკოლოგების მოსაზრებებით ეხლა ვეკეთვით და საზოგადოებისთვის ეს პროცესი კი არის ცნობილი. რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ამ საკითხზე მსჯელობა? თვენახევრის განმავლობაში, ხო? 3 მოსმენა არის, ამ მოსმენას ჭირდება საკომიტეტო და პლენარული სხდომების კვირებისთვის, შესაბამისად თითო მოსმენას 2 კვირიანი ციკლია, სადაც კანონპროექტი განიხილება. ვინმეს დაუშალა, რომ ნებისმიერი ფორმით წერილობით, თუნდაც ხელი დაწერილი იქნება თუ ელექტრონული ფორმით დაწერილი, რომ საქართველოს პარლამენტის წარმოედგინა, ვინმეს დაუშალა, რომ მოემართა საქართველოს პარლამენტისთვის, ჩემთვის მაგალითად როგორც ერთ-ერთი ინიციატორისთვის, მოხსენებლისთვის ამ საკანონმდებლო ცვლილებების კომიტეტის სახელზე და რომ მოსულიყვნენ დასწრებოდნენ სხდომას და თავიანთი მოსაზრებები გაეჟღერებინათ. არა, ასეთ რამე არ ყოფილა ბუნებაში. და შემდეგ უკვე მე მარტივია, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელა. და მათ შორის საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. არც პირიქით, ჩვენი მოსაზრებაც არის ყოველთვის ეს და არაერთხელ იქნა ეს გაცხადებული. მათ შორის ჩემი მხრიდანაც თუ ვინმეს კომიტეტის სხდომის მიმდინარეობის დროსაც რომ თუ ვინმეს რაიმე მოსაზრება აქვს
ამ საკითხთან დაკავშირებით. პირიქით, ეხლა უნდა გავერთიანდეთ სულ ყველანი და დავდგეთ ამ ავნეს, სენის და ბოროტების წინააღმდეგ. მაგრამ ნახეთ, თქვენც რომ მოგეწვიათ თქვა შესაბამისი ორგანიზაციების ესეთი დამოკიდებულება, რომ ჩვენ სადღაც ვარსებობთ და მოდი თქვენი კეთილიანებეთ და აუცილებლად მოგმართეთ და მე შეიძლება კეთილიანებოთ და მოვიდეთ, ეს არასწორი დამოკიდებულება. ჩვენ ხო ვამბობთ, რომ საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში. ხო ვთანხმდებით ამ ყველაფერს. როდესაც ამ ყველაფერზე ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა როდესაც აქვთ და თუ აქვთ მოსაზრებები ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, მათ აქვს შესაძლებლობა ერთი, რომ მომართონ წერილობით, მეორე, ითხოვონ კომიტეტზე დასწრება საჯაროდ და რაც უზრუნველყოფილი იქნება აუცილებლად, ყველას სულ ამას ვამბობთ, რომ ვისაც რელევანტური საკითხები, მოსაზრებები აქვს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად ჩვენ ვართ ღიანი თქო. სულ ამას ვსაუბრობთ და თუ უბრალოდ ეხლა ის არის, რომ ჩვენ უნდა მოგვეწებინა, სათითაოდ უნდა დაგვეწყო, რომ აი თქვენ შემთხვევით რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ და რაიმე მოსაზრება ხომ არ გაქვთ და იქნებ გამოგვიგზავნოთ და გითხრათო, ეს ხომ არასწორი დამოკიდებულება, არაჯანსაღი დამოკიდებულება. თუ ვინმეს რაიმეს მოსაზრება ჰქონდა, აქ ვიყავით კი ბატონო და წარმოედგინათ. ჩვენ ხომ ეს ყველაფერი არ დაგვიშლია, მაგრამ ისე წარმოჩენა საკითხის, რომ თითქოს დახურული იყო კანონპროექტზე მუშაობა და სადღაც ბნელ ოთახში ვიღაცამ რაღაც დაწერა, ეს ხო აბსოლუტური ტყუილია. პრეტენზიები და შენიშვნები და ფიქრობენ, რომ უფრო სადამსჯელო ხასიათს ატარებს სარდგენილი ცვლილებები, ვიდრე ზრუნვაზე ორიენტირებულ მიდგომებს. მათი აზრით არის პრობლემის, ესე იგი, დაძლევის მთავარი გზა. მოდი მივყვეთ, თუ ერთ ნაწილში შეგვიძლია დავეთანხმოთ, რომ დიახ, სადამსჯელო მიდგომის არის და ძალიან მკაცრი მიდგომის არის, ზუსტად ისეთივე სადამსჯელო მექანიზმები არის, ანუ უმაღლესი თავისუფლების აღკვეთის წლების რაოდენობებია, რაც არის მაგალითად განსაკუთრებულ შემთხვევებში ან დაუმზადებელ განმავლობაში მკვლელობისთვის. ეს არის რეალიზატორი. არავის აქვს პრეტენზია. გავაგრძელოთ. ძალიან გთხოვთ მომცეთ საშუალება, რომ გავაგრძელოთ, თორემ მძიმესთან ესე უკვე საზოგადოებაც ვერ გაიგებს ვერაფერს. ნახეთ, ჩვენ ხო ვთანხმდებით, რომ რეალიზაციასთან, ანუ რეალიზატორები, რომლებიც არაერთხელ მაქვს ნათქვამი და დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და ჩვენც ვხედავთ ქუჩაში რა ხდება. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ არიან ადამიანები ამ სენით დატანჯულები, ხო? და მათ შორის ადამიანები არიან ჩართულები სიკვდილის გაყიდვაში. თან განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიკვდილის გაყიდვაში. მათ შორის ეგრეთ წოდებულ დამდებებთან ეხლა რო იყო, დამდებების საუბარზე რომ იყო საუბარი. ნუ არ ვიცი, ალბათ კანონპროექტი არ აქვს ადამიანებს საკითხული, ან ისევ და ისევ ცდილობენ რომ სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცენ, მაგალითად აი გადაცემასთან დაკავშირებით რო იყო. გადაცემა სარგებლის მიღების მიზნის გარეშე. ერთი მხრივ გაიმიჯნა და მეორე მხრივ აქვს უკანონო რეალიზაცია, როცა ადამიანები ფულის ან სხვა ნებისმიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ყიდიან. აქ ნათქვამი იყო, რომ დამდებებთან დაკავშირებით არის გადაცემის მართსაწინააღმდეგობა დანაშაული წარმოჩენი. აბსოლუტური არასწორად აღქმული კანონი არის. დამდები, რომელსაც ვეძახით საზოგადოებაში და ვუწოდებთ საზოგადოებაში, ესენი არიან ის პირები, რეალურად რომლებიც დამხმარეები არიან რეალიზაციაში. ეს ადამიანები ან ცდილობას სასჯელის გამკაცრება ეგრეთ დამდებებზეც გავრცელდება. ნახეთ, როგორც აქამდე მაგალითად ერთად იყო გასაღებაში იგულისხმებოდა, როგორც მატერიალური სარგებლის მიღების, ან ფულადი სარგებლის მიღების მიზნით ნარკოტიკული საშუალების სხვისთვის გადაცემა, ან ასეთი სარგებლის, ანუ უფასოდ მარტივ ენაზე რო ვთქვათ, ასეთ ნივთიერებების გადაცემა. ეხლა ეს ყველაფერი ერთმანეთისგან არის გამიჯნული და თუ მაგალითად ერთი ნარკომანი ნარკოტიკული დაავადების მქონე ადამიანი, დამოკიდებული ადამიანი მეორე ადამიანს გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას, სადაც არ არის სარგებლის მიღების მიზანი, ეს არ ჩაითვლება გასაღებად, ანუ ეს იქნება გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე, ხოლო თუ ადამიანს აქვს მიზანი, რომ ამაში მატერიალური სარგებელი მიიღოს, ეს როგორც წარსულში ითვლებოდა, ისე მომავალში ჩაითვლება რეალიზაციად. მოდი ახლა ვთქვათ, თუ ვინ არიან დამდებები. დამდები, როდესაც იღებს ნარკოტიკულ საშუალებას და კონკრეტულ ლოკაციაზე ათავსებს და შემდეგ უღებს სურათს, უგზავნის შესაბამის ადრესას, ეს ადამიანი რას
გასაკეთებს, მისი მიზანი რა არის? მისი მიზანი არის, რომ მატერიალური სარგებელი მიიღოს, ხომ ასეა? თუ მატერიალური მიღების მიზანი არის მისი ქმედების შემადგენელი ნაწილი, ესე იგი ეს ადამიანი არის რეალიზატორი. და როგორც წარსულში, ისე მომავალში დამდებები, როგორც თუ წარსულში გასაღება იყო ახლა მომავალში რეალიზაციისათვის, ანუ უკანონო რეალიზაციისთვის, მომზადებისთვის, მცდელობისთვის, ან უკვე დასრულებული დალაშაულისათვის თუ თანხების ჩარიცხული იქნება, ეს ადამიანები პასუხს აგებენ როგორც ნარკორეალიზატორები, ნარკომოვაჭრეები. და რისთვის კეთება სარგებლის, თქვა ინტერესი არ გამოიკვეთება ასე? ხო, წარმოვიდგინოთ შემთხვევა, რომ ერთმა ნარკოდამოკიდებულმა ადამიანმა მეორე ნარკოდამოკიდებულ ადამიანს სამწუხაროდ ამ სოციუმში არის ასეთი შემთხვევები, დღეს აქვს ერთ შესაძლებლობა და მას შეუძლია რომ კონდეს ფლობდეს ნარკოტიკულ საშუალებას მოსახმარად და შემდეგ გაუზიაროს სხვას ან პირიქით მეორემ პირველს. ასეთი შემთხვევები ნარკორეალიზაციად არ ჩაითვლება და ესეც კარგად უნდა ყოფილიყო განმარტებული. ამავდროულად არასწორად იყო განმარტებული აი საღამოს რომ წარმოვიდგინოთ მაგალითად შემთხვევა, როდესაც აი მაშინ ესე მე კითხავ მივყვეთ და ხო რა აი ნარკოტესტირებაზე დაგიხომ შეკითხვას, ანუ ამ შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ანუ ნებისმიერი პირის გაჩერების უფლება მიეცემა შესაბამის პირებს და მათი ვთქვათ ნარკოტესტის გავლა, ანუ რა მიზანი აქვს, იმიტომ რომ აი ჩვენი წინასწარმეტი საუბრობდა რომ ვთქვათ წინა ხელისუფლების დროს იყო აი ასეთი სავალდებულო მასობრივი ხასიათის ეს ნარკოშემოწმებები, თუმცა რეალური შედეგი ვერ დადო, ანუ რეალურ შედეგში იგულისხმება ნარკომოხმარების მაჩვენებლის შემცირება. აი ახლა სავალდებულო, ანუ თავის არიდება ვთქვათ ნარკოტესტის გავლისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელით დაისჯება, ხო, მართვის მოწმობის უფლების ჩამორთმევა და შესაბამის დაწესებულებებში 5 წლით საქმიანობის აკრძალვა. რა მიზანს, აი რა შედეგს ელოდებით აი ასეთი გამკაცრებული მიდგომისგან? მოდი ჯერ ვთქვათ, რომ თუ რა შემთხვევაში ხდება, პირველ რიგში არასწორია ცალსაღად, რომ ნებისმიერი ადამიანის გაჩერება იქნება შესაძლებელი. ანუ პირველი არასწორი ინფორმაცია აქ არის. იმიტომ რომ კანონში პირდაპირ შავი თეთრზე წერია, რომ უნდა არსებობდეს ფაქტი ან ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თაობაზე. თუ ეს ფაქტი ან ინფორმაცია არ არსებობს, უბრალოდ ეს ადამიანს ვერ გააჩერებენ, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ დაუმტკიცებენ, მტკიცების მაღალი სტანდარტი ექნება პოლიციის შემთხვევაში, რომ ადამიანს რატო აჩერებ, თუ არ გაქვს ან ფაქტი ან ინფორმაცია, რომ ის არის ნარკომოხმარებელი. და რა არის მიზანი? თქვენი სტუმარი საუბრობდა, რომ ერთი მხრივ არის, რომ მიწოდება, ანუ რეალიზაციას უნდა ვებრძოლოთო და მეორე მხრივ მოხმარებასთან დაკავშირებითაც უნდა არსებობდეს შესაბამისი ბერკეტები. ზუსტად ეს არის მიზანიც. და როდესაც ჩვენ ძალიან მკაცრად ნარკორეალიზატორებისთვის გათვალისწინებული გვაქვს სისხლის სამართლიანი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ მაგალითად დიდი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ოდენობის შემთხვევაში ეს არის 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა რეალიზატორების შემთხვევაში, დიდი ოდენობის შემთხვევაში ეს არის 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა და 15 წელზე წეღან რომ იყო საუბარი, საერთოდ საიდან იყო წარმოდგენაც არ მაქვს. ნარკოლიზატორები ხო, დაახლოებით არა, აქ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ ხო დაახლოებით არ საუბრობთ. ჩვენ ერთ-ერთი როდესაც ახლა ერთმანეთს ვესაუბრებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ვართ, რომელსაც შესაბამისი რეიტინგი აქვს, რომელსაც ადამიანები ენდობიან და უყურებენ და მათ სწორი ინფორმაცია უნდა მივაწვათ პასუხისმგებლობის. ჩემს სიტყვებზე მე ვარ პასუხისმგებელი თითოეულ საკითხთან დაკავშირებით და სწორი ინფორმაცია უნდა მივაწვათ პირველ რიგში საზოგადოებას. ამავდროულად, როდესაც გადაყვანაზე არის საუბარი, ანუ ერთი მხრივ ხომ არის რომ მიწოდებას ებრძვის კანონმდებელი, ხო? მეორე მხრივ არის რომ მომხმარებელი მოთხოვნა, დიახ, მოთხოვნის შემცირება. ამავდროულად, როდესაც ადამიანი მაგალითად არის მომხმარებელი, ჩვენ თუ არ გავითავისეთ თითოეულმა ადამიანმა და განსაკუთრებით კანონს ხო სადამსჯელო ფუნქცია არ აქვს. მთავარი ფუნქცია არის რომ პრევენცია მოხდეს, ხო? როდესაც პრევენციული მექანიზმი არსებობს, რომ შენ გეუბნება კანონმდებელი, რომ თუ
ახალ თაობას განსაკუთრებით, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ერთვებიან სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებიდან, ეგრეთ წოდებულ სუბუქს რომ უწოდებენ და რეალურად რომ არც ერთი ექიმი არ არსებობს ალბათ დედამიწაზე თუ თავის დაინტერესება არ აქვს, უბიექტურებს გულისხმობ რა თქმა უნდა, რომ ვინმე იტყვის რომ არსებობს სუბუქი ნარკოტიკი. ეგეთ რამე ბუნებაში არ არსებობს. ყველა ნარკოტიკი არის თავისი სიმძიმით მძიმე, იმიტომ რომ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წახალისებას ახდენს. როდესაც ჩვენ გვინდა თქვათ რომ ვერ ბრძოლოთ მოხმარებას, ამ ადამიანებმა და ადამიანები ახალგაზრდები არ წავახალისოთ რომ ნარკოტიკებისკენ გაიხედონ, მათ ასევე უნდა იცოდნენ რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მათ მთელი რიგი უფლებები შეეზღუდებათ და ეს არის ზუსტად პრევენციული მექანიზმი. ის ნაწილი ფიქრობს რომ შეშინებას შედეგი არ აქვს და უფრო სხვა ზრუნვაზე ორიენტირებული. აი, კარგ საკითხს მევადექით. კარგ საკითხს მევადექით. ერთი საკითხია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამკაცრებას გულისხმობს, მაგალითად გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის, გადატანისთვის, რეალიზატორების თაობაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. მთელი რიგი ცვლილებები არის მაგალითად ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ კანონში. სადაც სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებზე დოზები განსაკუთრებით დიდი ოდენობად რაც ჩაითვლება, ამის დოზები არის შემცირებული. მაგალითად, რაც დიდი გამოწვევა იყო და არის სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლად. სამწუხაროდ, მთელი რიგი ფსიქოტროპული ნივთიერებები იყიდება შესაბამისი ექიმის ცნობის გარეშე, ხო? და ამ ყველაფერს შემდეგ უკვე მოყვება სტუმარიც საუბრობდა, რომ შესაძლოა ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე კიდევ უფრო გამძიმდეს ვითარება ფსიქოტროპული საშუალებების და საშიში ნივთიერებების შემცველი ნარკოტიკების გავრცელება კიდევ უფრო გაიზარდოს მომავალში ამ რეალიზაციის. ანუ მაშინ ნახეთ რას გვთავაზობს. ანუ შემოთავაზება არის რომ მაგალითად ეხლა ცვლილებები რასაც ითვალისწინებს რომ გაბაპენტინის, ბაკლოფენისა და ციკლოდოლის იქნება ეს აბის ფორმით თუ არა აბის ფორმით, ნებისმიერი წამლის ფორმით თუ მაგალითად აფთიაქში ვინმე გაყიდის შესაბამისი ექიმის ცნობის გარეშე ესეც ჩაიცვლება სისხლისამართლის წესით დასჯადი იქნება როგორც ნარკოტიკების რეალიზატორი და რას ემსახურება ეს ყველაფერი რომ სამწუხაროდ ეხლა გქონდა ჩვენ გამოწვევა და ბევრმა ნახა კანონის გვერდის ავლის საშუალებები რომ სხვადასხვა შეპესეებს აფუძნებდნენ ამითი უკვე პირები როდესაც ექიმის ცნობის გარეშე გაყიდნენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მათზე პასუხისმგებლობისთვის ადმინისტრაციული წარმოება გაცილებით უფრო გრძელი იყო და მათი პასუხისმგებლობაც უკვე შედარებით უფრო მცირე და ჩვენ რომ ამ ყველაფერს რომ ვერ ბრძოლოთ ვეუბნებით ამ ადამიანებს რომ თქვენ ამ ნარკოტიკულ საშუალებებს თუ გაყიდით და გაყიდით არ გექნებათ რეცეპტი შესაბამისად პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ როგორც რეალიზატორებს და შავ ბაზარზე გადავალ შავ ბაზარზეც თქვით რომ რეალიზატორებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობები არის განსაკუთრებით გამკაცრებული და უვადო პასუხისმგებლობებს ითვალისწინებს ნებისმიერ ოდენობის შემთხვევაში შესაძლებელია თუ ეს არაერთგზის იყო და მთელი რიგი შემთხვევებში პასუხისმგებლობა იყო და შედეგის მიღებას ელოდება აი ნახეთ ნარკოტესტირების განხორციელება ერთი საკითხია აქ რომ ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ და არავითარ შემთხვევაში არც როდესაც უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა არც ჩვენ ინიციატორებს ვინც ვიყავით და მომხსენებელი მე არასდროს არ გვთქვამს რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები არის აბსოლუტური პანაცეა და ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ უკვე ნარკომანიასთან როგორც ასეთ დაავადებასთან და პრობლემასთან საერთოდ აღარ გვექნება შეხება. არა. თავარი აქ რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. და ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს დიახ ვეთანხმები აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს ვინც ამბობს რომ ბაღიდან, სკოლიდან, უნივერსიტეტ უნდა დაიწყოს, უნივერსიტეტში უნდა გაგრძელდეს და ამ ყველაფერში საზოგადოების თითოეული წევრი უნდა იყოს ჩართული. რომ ჩვენ ახალგაზრდებს უნდა უთხრათ რომ არჩევანი არის დამოკიდებულება, რომელიც ანგრევს კონკრეტულად არამხოლოდ ადამიანს და ერთ კონკრეტულ ინდივიდს, არამედ ოჯახს და მთლიანად მასთან დაკავშირებულ სამეგობრო საახლობლო წრეს. და მეორე მხარეს არჩევანი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. რასთან დაკავშირებითაც კონკრეტულად ბატონო არჩილ ნახეთ, აი ფიქრობენ რომ ადმინისტრაციული სახდელები ისედაც ხომ იყო გათვალისწინებული ნარკოტიკების არსებობის დადასტურების შემთხვევაში. ანუ კიდევ დაემატა ამას დამატებითი აკრძალვები მართვის მოწვევის და დამატებითი უფლებების ჩამორთმებით, რომ 5 წელი ვერ იმუშავებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან საჯარო სამსახურში.
ფიქრობ სპეციალისტთა ნაწილი რომ შესაძლოა უკურიაქცია გამოიწვიოს, რომ დამატებით გაღიზიანების გამაღიზიანებელი ფაქტორები შეიძლება იყოს განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან და ვერ მოიტანოს ამ სავალდებულო ნარკოტესტირებამ შედეგი. მოდი ესეთი რაღაც ვთქვათ, რომ როდის რა არის მიზანი, რომ ჩვენ უგრძალავთ კანონმდებლობის გადაწყვეტილებით ნარკომომხმარებელს რომელიც დაჯარიმდება შესაბამისად ადმინისტრაციული წესით, აიგრძალება პედაგოგიური საქმიანობა. საჯარო სამსახურში საქმიანობა, იარაღთან დაკავშირებული უფლებები 5 წლით და ავტომობილის, არა მხოლოდ ავტომობილის, არამედ მართვის მოწმობის ჩამორთმევა ხდება 3 წლის ვადით. მოდი წარმოვიდგინოთ, ნარკომომხმარებელი შეიძლება იყოს თუ არა ბაღის მასწავლებელი. ასე დავსვათ კითხვა. ნარკომომხმარებელი შეიძლება იყოს თუ არა სკოლის მასწავლებელი? შეიძლება? მე არ მგონი ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც იტყვის, რომ დიახ, ბაღებში აუცილებლად უნდა იყვნენ ნარკომომხმარებლებიო და აი ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაშინ ასე დავსვათ კითხვა, თქვა დადასტურდა, რომ არის მომხმარებელი, რას თავაზობს სახელმწიფო? კი ბატონო. მოდი ვნახოთ. კი ბატონო. ჯერ ერთი რომ მთელი რიგი სერვისები არსებობს, რა თქმა უნდა, აქაც არის გამოწვევები. იმიტომ რომ სამწუხაროდ გვაქვს დეფიციტური პროფესიები და არა მხოლოდ აქ გვაქვს დეფიციტური პროფესიები ნარკოლოგების კუთხით, არამედ მთელი სხვა კუთხითაც, რომელთაც კიდევ ცალკე მიმდინარე, რაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ხორციელდება, ზოგადად საგანმანათლებლო რეფორმა უბრალოდ შორს წაგვიყვანს ამ საკითხზე კიდევ დამატების ჯელობა. აუცილებლად ადამიანი, რომელიც აიკითხავდა საკანონმდებლო ცვლილებებს, ნახავდა სავალდებულო მკურნალობის შესახებ ჩანაწერს, რომელიც ენიშნება ადამიანებს, მომხმარებელს, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს და მას აქვს სოციალური გარანტიის, პრევენციის, სოციალური დაცვის მექანიზმია შემოთავაზებული. ეხლა ძალიან უტრირებული უნდა იყოს ბუზის საკლავებთან დაკავშირებით, როცა ადამიანი განცხადებას გააკეთებს და ჩვენ გვაქვს ისეთ მძიმე საკითხზე საუბარი, როგორც არის ნარკოდამოკიდებულება, უბრალოდ არასერიოზული არ შეიძლება ასე საუბარი და თქვენს ბრძანეთ და კითხვა დასვით, რომ როგორ შეიძლება სავალდებულო მკურნალობა განხორციელდეს. კანონში პირდაპირ წერია, გამომდინარე იქიდან, რომ კომპლექსური საკითხია, ყველაფერი ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რამაც აღართა სხვადასხვაობა ნარკოტესტირების შემდეგ არის სწორედ ამ შემთხვევაში სავალდებულო იგივე იძულებითი მკურნალობა. ნუ იქ იყო შემდეგ ტერმინი ჩასწორდა და ბოლოს სავალდებულო ასე ჩაიწერა ბოლოს საკანონმდებლო პაკეტში. იძულებითი მკურნალობა არასდროს არ ჩაწერილა კანონში. არასდროს არ წერებულა. აი აქ ამ შემთხვევაში მაყურებელმაც რომ კარგად გაიგოს, რა შემთხვევაში შეიძლება მიესაჯოს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ადამიანს სისხლის სამართლის სასჯელის კატეგორიის სახით სავალდებულო მკურნალობის გავლა. მოდი ერთი რამე ვთქვათ და რამდენიმე საკითხს მივყვეთ. პირველ რიგში ის, რომ იძულებითი მკურნალობა არასდროს არც ერთ ეტაპზე კანონპროექტში, ანუ ინიციატივათა პაკეტში არასდროს არ წერება. კარგი, სავალდებულო კი, იმიტომ რომ ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსხვავება არის თავისი ფორმით და შინაარსით. ეს არა მხოლოდ სახელი არის. მეორე მხრივ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენება და მეორე, რომ ეს არ არის სასჯელი. კანონში პირდაპირ წერია, რომ სავალდებულო მკურნალობა სასჯელი არ არის. და აი მაგალითად ისევ და ისევ მიწევს სამწუხაროდ საუბარი თქვენს წინარესპონდენტთან დაკავშირებით, რომ ამნისტიის შემთხვევაშიო სავალდებულო მკურნალობა მოიხსნება. პირდაპირ გვიწერია კანონში, რომ ამნისტია თუ შეეხება ადამიანს და გათავისუფლდება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ანუ სასჯელისგან, ის არ გაათავისუფლებს არც ამნისტია და არც შეწყალება არ გაათავისუფლებს სავალდებულო მკურნალობისგან. ესეც კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ სავალდებულო მკურნალობა სასჯელი არ არის. ეს არის სოციალური, პირველ რიგში რომ ნახოთ, რა ბუნება აქვს ამ ყველაფერს და სოციალური დაცვის მექანიზმი. ეხლა ვის შეეხება? კონკრეტულ შემთხვევებში პროკურორის მიმართვის საფუძველზე კომისია განიხილავს კონკრეტული ნარკოდამოკიდებული ადამიანის საკითხს, თუ იქნება ჩათვლილი მიზანშეწონილად, რომ მას უნდა დაენიშნოს სავალდებულო მკურნალობა და მთელი რიგი გაიდლაინი იქნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული და ეს უკვე ცალკე
რაზეც საუბრობთ, ეს კანონში ვერ ჩაიწერება, იმდენად კომპლექსური საკითხია, საკითხი ჭირდება მთავრობის დადგენილება. დაწერილია ეს გაიდლაინი მკურნალობა როგორ ეხლა ნახეთ, მაგას საუბრობ ზუსტად რომ რაც შეეხება სავალდებულო მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუ რომელ დაწესებულებაში უნდა მოხდეს მისი აღსრულება, ვინ უნდა აღასრულოს, რა ვადით შეიძლება მისი აღსრულება. კანონში გვიწერია რომ აი კომისიის თაობაზე რომ ამ დადგენილების შესაბამისად იქნება უკვე მსჯელობა, თუ იქნება დასკვნა რომ სავალდებულო მკურნალობა იქნა, დიახ. აი რა ფაქტორებს, რა საფუძვლებზე უნდა თქვა განსაზღვროს, აი რა ფაქტორებს მათ შორის ადამიანის დამოკიდებულება საკითხისადმი, მისი წარსული, მისი კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებაზე დამოკიდებულების ხარისხი. ბევრი კომპლექსური საკითხი იქნება, რომელიც საბოლოო ჯამში შესაბამის კომისიას მისცემს საშუალებას, რომ შესაბამისი რეკომენდაცია გასცეს, ხოლო მართლაც ექნება რა თქმა უნდა დისკრეცია რომ კონკრეტულად იმსჯელოს ამ საკითხზე გამოყენებული იყოს თუ არა სავალდებულო მკურნალობა აუცილებელ გამოსაყრელებას სახით. სასჯელიც და სავალდებულო მკურნალობა. მოდი ახლა ერთი ნახოთ. შესაძლებელია ნახეთ. მოდი ასე შევხედოთ რომ პირველ ჯერზე მოხმარება ნარკოტიკული საშუალებისა მოხმარებას გულისხმობს. არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომწვევი სახელდადებული იქნება. მეორე შემთხვევაში სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა, სადაც შესაძლებელია რომ საპატიმრო სასჯელი არ იყოს გამოყენებული. მათ შორის შესაძლებელია რომ საპროცესო შედახვებაც იყოს ალგე გამოყენებული და ბევრი შემთხვევა. თუ სასამართლოში არის მიღებული უკვე განაჩენის სახით გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში პირის მიმართ გამოიყენება სავალდებულო მკურნალობა. და როგორც თქვით რომ პროკურორი მიმართავს კომისიას ადმინისტრაციულს არ ეხება, ანუ პირველ შემთხვევას არ ეხება, ეძლევა ადამიანს შეიძლება რომ აღარ მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება, შემდეგ სასჯელი არ მიუსაჯონ, მაგრამ სავალდებულო მკურნალობა. რა თქმა უნდა და ამავდროულად შესაძლებელია რომ საპატიმრო სასჯელიც, ანუ თავისუფლების აღკვეთა იყოს გამოყენებული და მკურნალობაც. ერთი რამე ან ციხეში გაივლის თქვა მოქალაქე. ორივე შემთხვევა არის იქნება ან ციხის გარეთ. ორივე შემთხვევა არის შესაძლებელი. აი ახლა საინტერესო არის ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნებში რამდენად არის აი სავალდებულო მკურნალობის მეთოდები, იმიტომ რომ ექსპერტების ნაწილი მიუთითებს რომ ზოგიერთ ქვეყანაში თქვა გამოყენება ასეთი პრაქტიკა მოქმედებს რომ აი სავალდებულო მკურნალობას აქვს აი თქვა სასჯელის ალტერნატივაც თავაზობენ. რაც ამ საკანონმდებლო პაკეტში არ არის გათვალისწინებული. რას ელოდებით, ანუ რა მიზანი გაქვთ სავალდებულო პროგრამის ამოქმედებით? მოდი ვნახოთ თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში. და ყოველთვის არის ხოლმე საუბარი რომ სხვა ქვეყანაში არსებობს რაღაც მექანიზმი, სადაც აბსოლუტურად გამართულად არის ბრძოლა გაჩაღებული ნარკომანიის წინააღმდეგ. რაც რბილად რომ თქვა არასწორი ინფორმაცია. დავითანხმები ამ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ, რომ ალტერნატივის სახითაც არის გამოყენებული მკურნალობაო, ანუ სასჯელი ან მკურნალობა. მაგალითად, როდესაც ადამიანები საუბრობენ, რომ ალტერნატივის შემთხვევაში მკურნალობა შედეგს გამოიღებს, მაგრამ სასჯელთან ერთად თუ იქნება გამოყენებული სავალდებულო მკურნალობა, ეს ეფექტიანი არ იქნებაო, ნუ ელემენტარულად ლოგიკაში არ ჯდება. სამწუხაროდ იმ ქვეყნებში, სადაც ალტერნატივის სახით არის სავალდებულო მკურნალობა, ცალკე გამოწვევები არსებობს იმასთან დაკავშირებით, ადამიანი გადის თუ არა სავალდებულო მკურნალობას. და მთელ რიგ შემთხვევებში ეს სასჯელისგან თავის არიდების საშუალებაა, ანუ სამართალდამცავი ორგანოების იქნება და ზოგადად სახელმწიფო საზოგადოების მოტყუება არის, რომ დიახ მე ავდგები კონკრეტული დაკოდამოკიდებული ადამიანი ამბობს რომ მე გავივლი მკურნალობას და შემდეგ უკვე ეს ადამიანები აგრძელებენ ნარკოტიკების მოხმარებას. ამასთან დაკავშირებით მაგალითად ეხლა საუბარი არის კანადაში. ზუსტად ანალოგიური მექანიზმი არსებობს ალტერნატივასთან დაკავშირებით და პირდაპირ საუბრობენ რომ არა, ეს მექანიზმი არ მუშაობს და პირიქით იმ მოდელს ფიქრობენ და საუბრობენ რომ შემოიტანონ საკანონმდებლო სივრცეში, რაც ჩვენ შემთხვევაში არის. და ეხლა რაც შემოიტანეს. სავალდებულო მკურნალობას ექნება შედეგები? ანუ აი სპეციალისტებთან რადგან არ ყოფილან ჩართულები, აი ვისგან მოდი ერთი რამე ვთქვათ, აი ამ სპეციალისტებებს ეფუძნება მიდგომა იმის შესახებ, რომ სავალდებულო მკურნალობას აუცილებლად სამწუხაროდ აზრი ვერ დავასრულებ სპეციალისტებთან დაკავშირებით ჩვენი საუბრის დასაწყისში ვსაუბრობთ. ეს სპეციალისტები მაგალითად 2017 წელს
41 ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება პირდაპირ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არის მითითებული, საუბრობდნენ რომ მაგალითად სრული დეკრიმინალიზაცია უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა, სრული ყველასი აბსოლუტურად. ამავდროულად შეძენა შენახვასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო მხოლოდ ჯარიმები. და ოდენობებზე მცირედი განსხვავება იყო რაგინდ შემცირებული პასუხისმგებლობები. და ეს რა შედეგებს გამოიწვევდა? მათ შორის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით პირდაპირ განმარტებით ბარათში იყო მითითებული, რომ ახალი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რადგან სახელმწიფო ვერ აიდენტიფიცირებს, იმიტომ რომ შეუძლებელია წინასწარ ახალი ფსიქოაქტიური, იმიტომ ვქვია, რომ ახალი არის. და პირდაპირ კანონში ეს ვერ გექნება დაწერილი. ამ ნარკოტიკულ საშუალებების მოხმარებასთან და მათ შორის შეძენა შენახვასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება კონკრეტული პირის სასარგებლოდ უნდა იყოს მიღებული. რას თავის თავში რა თქმა უნდა წაახალისებდა რას მოთხოვნას. ერთი მხრივ ეხლა ადამიანები საუბრობენ რომ აუცილებელია რომ მოთხოვნა შემცირდეს, რომ შემდეგ რა თქმა უნდა რეალიზაცია და მიწოდებაც არ იყოს და საბოლოო ჯამში ნარკოტიკებს ნარკომანიას ვერ ბრძოლოთ და მეორე მხრივ ამბობენ რომ წახალისებული უნდა ყოფილიყო და ვინ აკეთებდა ამ ყველაფერს? ის ეგრეთ წოდებული ექსპერტები, რომლებმაც მაგალითად ისევ და ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს 2015 წელს იქნება, 2016 წელს თუ 2017 წელს პირდაპირ ეს ადამიანები ასაბუთებდნენ, რომ კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება პრობლემას არ წარმოადგენს. მათ შორის ჩვენ გვახსოვს რომ პირდაპირ გარედან დაფინანსებული კამპანიები, ეგრეთ წოდებულ კლუბურ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ სუბუქ ნარკოტიკებთან, რომ თურმე არსებობს სუბუქი ნარკოტიკები, თურმე კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, ეგრეთ წოდებული კლუბური ნარკოტიკის მოხმარება საერთოდ პრობლემას არ არის. მაგრამ მე ბევრი მომისმენია ეგრეთ წოდებული ექსპერტისგან ასეთი განცხადება და არანაკლები კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო სამსახურებში არავის ნაკლები ექსპერტები არ არიან დამსაქმებული. არავის ნაკლები. ნამდვილად. მაგალითად, რა ვიცი, ელემენტარულად ვიკითხოთ თუ ვინ არის დასაქმებული ლევან სამხარაულის ეროვნულ ბიუროში და კონკრეტულად ვის აბარია შემოწმებები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების თაობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს დარგის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტები არიან და ყველა ეს ადამიანი ჩართული იყო კანონპროექტის მოხმარების დროს. და ეს ექსპერტები ისე უნდა ვთქვათ, ანუ საზოგადოებაში რომ არ დარჩეს განცდა, რომ ვინმეს, ანუ ქართული ოცნების გუნდის წევრებმა კონკრეტულად ექსპერტებს არ მისცეს საშუალება თავისი აზრით წარმოედგინათ. ეს არის აბსოლუტურად ასწორული ინფორმაცია. შესაბამისი სათანადო ინფრასტრუქტურა არის თუ არა იმისთვის, რომ ციხეში თუ ციხის გარეთ მოსამართლის გადაწყვეტილების შემთხვევაში პირმა გაიაროს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა ადამიანმა სავალდებულო მკურნალობა. რატომ გეკითხებით? ნახეთ, სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით არის 200-მდე ადგილი, აქედან დედაქალაქზე მოდის 100 საწოლი და რომ ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა, რომ ასევე არსებობს ნაკლები ხელმისაწვდომობა სარეაბილიტაციო და სამკურნალო სერვისებზე და კვალიფიციური პერსონალის მხრივაც არსებობს გამოწვევები. აი ეს რისკები არის თუ არა შეფასებული და ინფრასტრუქტურა რამდენად არის მზად ქვეყანაში იმისთვის, რომ აი ამ საკანონმდებლო პაკეტის შესაბამისად დიახ, რა თქმა უნდა და ეს არახალია რომ გამოწვევა ამ კუთხით არსებობს ქვეყანაში. იმიტომ რომ წლების განმავლობაში სამწუხაროდ სხვადასხვა დროს წარმოებული კამპანიების ფარგლებში და იმ კამპანიების რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და მათ შორის სხვა საკითხებიდან გამომდინარე, მათ შორის ის რომ ეკონომიკური საშუალება რამდენად ქონდა და აქვს საქართველოს რომ სრულად იყოს მზად რომ იმ სამწუხაროდ რაოდენობას, რომლებიც ძალიან ბევრი არიან უკვე და იმ პოლიტიკის შედეგი არის ეს, რომელიც გარედან იმართებოდა და გარედან ფინანსდებოდა და ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობა რომ გაიზარდა, რომ სრულად უპასუხოს. და ამისთვის, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მიმდინარეობს მუშაობა, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ასევე კადრების გადამზადების თვალსაზრისით და მათ შორის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რაც შეეხება სავალდებულო მკურნალობას. შესაბამისი შეიძლება მოეწყოს. დიახ, რა თქმა უნდა და ზუსტად ეს არის საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების, ქართული ოცნების მიზანიც, რომ ყველა საშუალება არსებობდეს იმისათვის, რომ ადამიანებმა შესაბამისი სერვისებიც მიიღონ და ამავდროულად პრევენცია მოხდეს ახალი ნარკოდამოკიდებული
მიზანები ადამიანების ჩვენს ქვეყანაში არსებობისა და გაჩენისა. და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, ისევ და ისევ აუცილებლად, რომ რაც არ უნდა ჩვენ ვისაუბროთ, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე გამკაცრებისა, პასუხისმგებლობების ხარისხის ამაღლებისა და გამოვლენის და რაზეც კიდევ ერთხელ შინაგან განსაკუთრებულ სამინისტროს და პროკურატურასაც მადლობა უნდა გადაუხადოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ნარკორეალიზაციაში ჩართულ პირებს, ნარკომოვაჭრეებს ალბათ კვირა არ გავა, რომ არა ერთეულები, არამედ ათეული ადამიანები არ გამოავლინონ და შრომის პასუხისმგებლობაში არ მისცენ და სრულწელდება ხოლმე ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია, რასაც შესაბამისად კიდევ უფრო მტკიცების მაღალი სტანდარტით ისევ ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მიღებული და დამკვიდრებული მტკიცების მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე შესაბამისი პროცედურები სჭირდება და ასე არ არის. მაგალითად რომ საუბრობენ რომ ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს რაც იყო დამოკიდებულება ზუსტად იგივეს შემოტანას ცდილობს ქართული ოცნება. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და ადამიანებმა ეს ყველაფერი არ უნდა იკადრონ, იმიტომ რომ ორი ვარიანტია რომ ან მიზანმიმართულად ტყუილებს ავრცელებენ, ან უბრალოდ არიციან და თუ ეს არიციან, მაშინ საკუთარ თავს არ უნდა მისცენ საშუალება უკაცრავად დავასრულებ, რომ საზოგადოებას მიმართონ. ერთი რამე არის რომ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობის დროს ნებისმიერ ადამიანს შეეძლო სამართალდამცავ ორგანოებში ჩაბუდებულ რეჟიმის წარმომადგენლებს შეეძლოთ რომ ნებისმიერ ნარკოტიკული საშუალება მოეთავსებინათ ადამიანის ჯიბეში და შემდეგ ერთი ფარატინა ფურცლის საფუძველზე სასამართლოს მიიღო კონვეიერის პრინციპით გადაწყვეტილებები, ეს ასეთი რამეს ეხლა სასამართლო სისტემაში თუ პროკურატურაში თუ შინაგან განსაკუთრებულ სამინისტროში გამორიცხულია. მარტივად არის გამორიცხული, იმიტომ რომ მტკიცების სტანდარტები იმდენად ამაღლებულია და იმდენად არის ამაღლებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, შესაბამისად ხომ ამ ადამიანებსაც აქვს შესაძლებლობა რომ თავი დაიცვან ადვოკატების საშუალებით, რომ უბრალოდ შეუძლებელია რომ იგივე განმეორდეს, რასაც არ დაუშვებს არც ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ დაუშვებთ ამას და ამავდროულად უბრალოდ ჩვენს ხელთ არსებული კანონმდებლობაც ამას გამორიცხავს. ამიტომ ამ ადამიანებმა ძალიან პასუხისმგებლიანად ან თუ არიციან არ უნდა ისაუბრონ, ან მიზანმიმართული ტყუილების გავრცელებას თავი უნდა დაანებონ. არჩეულ სპეციალისტები საკუთარ კვლევებში აღნიშნავენ, რომ თქვათ 1200-1500 ადამიანის მკურნალობა არის შესაძლებელი იმ ადამიანური რესურსებით, რაც ქვეყანას რომელიც ქვეყანას ყავს და მომხმარებელთა რაოდენობა კი მათი მონაცემებით არის დაახლოებით 250,000-მდე. ასევე ჩვენ ვიცით, რომ მკურნალობა მოიცავს რამდენიმე ფაზას და ეტაპს, მათ შორის არის თქვათ დეტოქსიკაცია, რეაბილიტაცია, სოციალური რეაბილიტაცია, რაც საკმაოდ ასევე დიდ დროსთან არის დაკავშირებული. აი ამ გაიდლაინში, რომელიც თქვენ ახსენეთ, გათვალისწინებული არის ყველა ეს ფაქტორი და გარემოება, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში საუბარია იგივე სოციალურ რეაბილიტაციაზე, ერთი წელი თან საუბარია ძვირადღირებულ სერვისებზე და ეს თანხები ყველაფერი გათვალისწინებული იქნება ამ გაიდლაინში. რა თქმა უნდა, რომელზედაც და რაზეც საუბრობთ, რომ ეს იქნება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, კანონქვედებარი ნორმატიული აქტი. მაგალითად ჩვენ კანონში რაც გვიწერია, კანონში წერია პირდაპირ რომ არა უმეტეს 2 წლის ვადით შესაძლებელია სავალდებულო მკურნალობა იყოს ადამიანის მიმართ გამოყენებული და რატო იყო ესეც ცინიკურად ნათქვამი სამთვის გადამოწმების თაობაზე არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ თუ ადამიანმა შეძლო და სამთვეში დაამარცხა მძიმე სენი ნარკოდამოკიდებულება, არ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა რომ კომისიამ განიხილოს მისი საკითხი და სავალდებულო მკურნალობა მოიხსნას. მგონია რომ უნდა არსებობდეს. ანალოგიურად ყოველ სამთვეში ერთხელ შესაძლებელი იქნება რომ გადამოწმდეს ადამიანი სავალდებულოდ გადამოწმდეს თან ხომ არ დაამარცხა ნარკოდამოკიდებულების ეს მძივესენი და შემდეგ უკვე მას მოიხსნება მას პასუხისმგებლობის მკურნალობის ეს სავალდებულო ხასიათი. და პირიქით არის ეს ისევ და ისევ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე წერია პირდაპირ კანონში. რაც შეეხება კონკრეტულ პროტოკოლებს და კონკრეტულ გაიდლაინებს თუ როგორ უნდა მოხდეს მკურნალობა, რა თქმა უნდა კიდევ და კიდევ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი იქნება შესაბამისად ექსპერტების ჩართულობითაც, შესაბამისად იმ ადამიანების რომლებსაც აქვთ ცოდნა, ნახეთ, ერთი რამე უნდა ვთქვათ რა რომ რას ნიშნავს მოვიწვევთ? ანუ სათითაოდ უნდა ვეძებოთ ადამიანები და შემთხვევით თქვენ ხომ არ გნებავთ და რამე მოსაზრება ხომ არ გაქვთო? ნახეთ, როდესაც მზადდება ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, მზადდება პროექტი. რისთვის არსებობს მაგალითად საქართველოს პარლამენტში 3 მოსმენა.
მაშინ იქნებოდა ერთი მოსმენა და მარტივად შესაძლებელი იქნებოდა კანონის მიღება. დაინტერესებულ პირს თუ მაქვს რაიმე წარმოსადგენი, ღია ვარ წარმოადგინოს და შესაბამისად მივიჭერებთ. ერთი მთავარი კითხვა ასევე. ისე სამწუხაროდ ადამიანებს ისე გამოდის რომ ბოდიში ამ სიტყვას რომ ხმარობ, მაგრამ თითქოს ვინმე უნდა თხოვოს რაღაცა განსაკუთრებულად ეძებოს, მაგალითად პოსტებს დებდიო კონკრეტულად ადამიანებად, ანუ პოსტები უნდა ათვალიეროს, ანუ პოსტების დაწერა შესაძლებელია და ელექტრონულად რომ კონკრეტული მოსაზრება კომიტეტს მიეწოდო, ის არ არის შესაძლებელი. ეს სერიოზული დამოკიდებულება არის. რაც აი ექიმ ნარკოლოგებს აქვთ არის ის, რომ თქვა აი როგორი არის გათვალისწინებული, რა არის გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტების შემთხვევაში აქ საუბარია ისეთ მომხმარებლებზე, რომლებსაც ნარკოტიკების მოხმარების შედეგად უვითარდებათ მეორე დაავადება, მაგალითად ფსიქოზი და ასეთ შემთხვევაში მას არც ნარკოლოგები არ იღებენ და არც ფსიქიატრები არ მკურნალობენ. აი ასეთი ადამიანების სავალდებულო მკურნალობასთან დაკავშირებით არის. მოდი ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ ადამიანებს ეს მეორე საკითხი არის უკვე ფსიქიატრიული უკაცრავად მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი და შესაძლებელია რომ არასწორად გამოვთქვა კონკრეტული დაავადების დასახელება, რითაც ბოდიში ხდით თქვენს და საზოგადოებასაც. თუ ადამიანს აქვს ფსიქიკური პრობლემები, რომლებიც წარმოადგენს პრობლემას მისთვისაც აშიში არის, მისთვისაც და საზოგადოებისაცაც, ამ შემთხვევაში კანონმდებლობით ისევ და ისევ გათვალისწინებულია რამდენიმე მექანიზმი. ერთი მექანიზმი არის რომ მკურნალობა, ნებაყოფლობითი მკურნალობა, როდესაც ადამიანი თვითონ მიმართავს, არანებაყოფლობითი მკურნალობა ამავდროულად, როდესაც ასეთი პირებისთვის არანებაყოფლობითი მკურნალობა სასამართლოს წესით არის ხოლმე დანიშნული და ამ ფსიქიატრული პრობლემები თუ აქვს ადამიანს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს სხვა საზოგადოებისას თავისთავად, ეს მექანიზმი არის ეხლაც გამოყენებული და არის ამისი არაერთი პრეცედენტი. ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ რომელი იქნება გამოყენებული და როგორი იქნება მკურნალობის მეთოდები, ისევ და ისევ უნდა ვთქვათ, რომ ამ ყველაფრის გაწერა კანონში შეუძლებელია, ადამიანს როგორ უნდა უმკურნალოთ, ეს არც ერთ კანონმდებლობაში არ წერია, არც ნებისმიერ სხვა დაავადების მკურნალობის თაობას და არაერთ დაავადებას სამწუხაროდ ხო ჩვენს ქვეყანაში ამა თუ იმ ფორმით ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად გავრცელებული, კანონში ეს არ წერია. ეს გაიდლაინები არის ან მაგალითად საერთაშორისო ცნობილი გაიდლაინები, მათ შორის არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გაიდლაინები, ან სხვა კანონქვემდებარე აქტი დამტკიცებულები და ზუსტად იგივე შემთხვევა არის ამ შემთხვევაშიც, რომ ყველა პროტოკოლი უნდა გაიწეროს მთავრობის ადგილებით, რომელსაც რა თქმა უნდა ისე იქნება საზოგადოება. მარიხუანაზეც, იმიტომ რომ მარიხუანას გაყიდვაზე რა საქციები იქნება გათვალისწინებული და მოხმარებაზე და რამდენად მოვა ეს თანხმედრაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობილ გადაწყვეტილებასთან, რომლის მიხედვით თქვათ გარკვეული რაოდენობის მარიხუანას მოხმარება და არის დეკრიმინალიზებული. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული შესაბამისი არის ის ცვლილებები, რაც ახლა უკვე ამოქმედება სულ რამდენიმე დღეში და უკვე პარლამენტის მიერ მიღებულია და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი და გამოქვეყნებულია. რეალიზაციასთან დაკავშირებით ისევ და ისევ რომ ვთქვათ მიდგომა არის მკაცრი და პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის თავისუფლების აკვეთი ზომებიც იზრდება, მათ შორის მარიხუანასთან დაკავშირებითაც და მათ შორის იმ რაოდენობით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიუჯელა, მისი შეძენა შენახვაც, ანუ ამ რაოდენობის ზემოთ უკვე დიდი ოდენობის შემთხვევაში, მაღალი ოდენობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის დოზებიც ის უკაცრავად საშუალებებიც არის გაზრდილი. და 100 გრამამდე რაც იყო თქვა სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დარჩება ხელუხლებლად. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნამსჯელი ოდენობები რაც არის მარიხუანასთან დაკავშირებით, მას ხელისუფლება არ მოხდა. მათ შორის ახლა ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას, მაგალითად მარიხუანას მოხმარების თაობაზე ქუჩაში გააჩერებენ ადამიანებს, გადაამოწმებენ შემდეგ დააჭარებებენო, ესეც აბსოლუტური არასწორი ინფორმაცია და ტყუილი არის, მათ შორის რამდენიმე იურისტიც და ადვოკატიც ავრცელებდა ამ ინფორმაციას, რაც არასწორი ინფორმაცია. მარტივად რო ვთქვათ, რომ საჯარო სივრცეში მარიხუანის მოხმარება არის ადმინისტრაციული წესით დასჯადი. საჯარო სივრცეში.
ისევ და ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. შეიძლება ჩვენ ბევრი ვიკამათოთ, ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას თუ არ ვეთანხმებით, მაგრამ ეს არის საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ეხლა. და ანუ რის თქმა უნდა რომ ამას აკეთებ რომ ამოვწუროთ ეს საკითხი რომ თუ მაგალითად ადამიანი არ მოიხმას საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას ქუჩაში მარიხუანას მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ წესს და შესაბამისად არც უფლებები არ ჩამოერთება. გარდა ერთისა ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი ნარკოტიკული ნივთიერებების თრობის, ანუ ზემოქმედების ქვეშ მართავს ავტომობილს. ამ შემთხვევაში გადამოწმების მექანიზმი იქნება ორგვარი, ეგრეთ წოდებული ტესტირება მოხდება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ, მაგრამ შესაძლებელია რომ კლინიკური ჩვენება პირდაპირ იძლეოდეს იმის დადასტურებას, რომ ადამიანი არის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, მათ შორის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშაც და არავის არ მოუწოდეთ, რომ მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში და თრობის ქვეშ ავტომობილები მართონ. იმიტომ რომ ეს იქნება სიხლისამართლობრივი პასუხისმგებლობით დასჯადი და თუ ადამიანები თავს აარიდებენ ამ გავლას შესაბამისად სავალდებულოდ გავლას ტესტირებისას მათზე უკვე ამოქმედება სამართალდამხმართა კოდექსზე დაჯერებდებიან. ბოლოს ბატონო არჩელანდო სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს რომ მაინც უფრო რეპრესიებისკენ არის მიმართული ეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომ არის ნაკლებად ჰუმანური და შესაძლოა გამოყენებული იყოს მათი მოსაზრებით და ვარაუდით, თქვა და ის მოქალაქეებზე ზეწოლის და მათი კონტროლის ბერკეტად და ინსტრუმენტადაც. აი ასეთი მოსაზრებებიც გაჩნდა. ანუ აი ამ საკანონმდებლო პაკეტში, ანუ რამდენად იკვეთება თქვათ ის, რომ სახელმწიფო ასევე ზრუნავს ნარკომომხმარებლებსა და დამოკიდებულ ადამიანებზე და აი რამდენად შეიცავს ეს საკანონმდებლო პაკეტი ჰუმანურ მიდგომებსა და ნაბიჯებს. რა შევლინდება? ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ ვის ადამიანები, რომლებიც ამ ინფორმაციას აჟღერებენ, რაც თქვენ ვზარეთ, უბრალოდ სრუპენტალები არიან სამწუხაროდ და ბოდიშს ვიხდი რომ საზოგადოების წინაშე პირველ რიგში რომ ამის თქმა მიწევს ისევ და ისევ იმიტომ რაც ჩვენი საუბრის დროს თქვით რომ უბრალოდ შეუძლებელი არ არის კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ იყოს ხელოვნურად გამოყენებული მარტივი მიზეზიდან გამომდინარე იმიტომ რომ ისევ და ისევ პასუხისმგებლობის დასაბუთება კონკრეტული სამართალდამცავი იქნება თუ განსაკუთრებით დანაშაული რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა იმდენად მაღალია მტკიცების სტანდარტი რომ სასამართლოში რომ უბრალოდ შესაბამისი განაჩენი ფიზიკურად ვერ დადგება შესაბამისად ადამიანების წინააღმდეგ ეს ვერ იქნება გამოყენებული მაგრამ გამოყენებული იქნება რეალიზატორების მიმართ გამოყენებული იქნება იმ ადამიანების მიმართ რომლებიც ყიდიან ისევ და ისევ სიკვდილს ყიდიან და სხვისი სიკვდილის ჯანმრთელობის დანგრევის ოჯახში პრობლემების სოციალური ფონის გაუარესების საპირისპიროდ უნდათ და შედეგად უნდათ რომ საკუთარი სარგებელი და საკუთარი კეთილდღეობა აწყონ და ეს ისევ და ისევ ამისკენ არის რაც მთავარია მიმართული ხოლო მეორე მხრივ მკურნალობასთან დაკავშირებით ცალკე უკვე მოგახსენეთ სავალდებულო მკურნალობის თაობაზე თუ რაც სულებები არის გათვალისწინებული და თუ ვინმეს რაიმე ნამდვილად გულწრფელად და ნამდვილად სურს რომ იყოს შეცვლილი ძალიან საინტერესოა აქამდე სად იყო და რატო არაფერს არ საუბრობდნენ არ იყვნენ ჩართულები თუ არ არიან პირდაპირ კონკრეტული მიზნით დაინტერესებული ეს ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ყველას არ ეხება მაგრამ როგორც მოგახსენეთ თუნდაც აი 2017 წელს ისევ და ისევ გარედან დაფინანსებული პირდაპირ კამპანიები უძღოდა ერთი მხრივ სოციალურ ქსელებში იქნება თუ სატელევიზიო სივრცეებში უკაცრავად და ამავდროულად საკანონმდებლო ცვლილებები იყო წარმოქმნილი რომელიც პირდაპირ წაახალისებდა ნარკოტიკების მოხმარებას და ჩვენ პირველ რიგში ექმნიდა რომ ერთი მხრივ ძალიან კაცრი მიდგომა იყოს ნარკოტიკების რეალიზაციის მიმართ ანუ მიწოდების მიმართ და ამავდროულად არსებობს გარკვეული შეზღუდვები ნარკოტიკების მოთხოვნასთან ანუ ნარკოტიკულ ადამიანებთან ეფექტს ელოდებით არ არსებობს უბრალოდ სხვა ქვეყნის არც ერთი მაგალითი სადაც თუ არ იქნება პრევენციული მექანიზმი, რომ შედეგად მივიღოთ, რომ ადამიანები არ იყვნენ მიდრეკილები და არ გაუჩნდეს სურვილი და ცდუნება, რომ ნარკოტიკებისკენ გაიხედონ. ოღონდ ეს არის ერთი საკითხი და საკანონმდებლო ცვლილებები ამ ყველაფერს ვერ მოაგვარებს ისევ და ისევ. ერთ-ერთი უმთავრესი ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ისევ და ისევ პირდაპირ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების წესის
პოპულარიზაცია. ზუსტად ანალოგიური ინიციატივები აქვს საქართველოს პრეზიდენტს. და ის ნაბიჯები რაც ეროვნულ სტრატეგიაში იყო ამ მიმართულებით ის დარჩება ძალაში. თავარი რაც არის, რომ ჩვენ თუ გვექნება ძალიან ბევრი სტადიონი სივრცე, სადაც ბავშვებს შეეძლებათ რომ დააკავდნენ სპორტით. ჩვენ თუ გვექნება მულტიფუნქციური სხვადასხვა დაწესებულებები, რაც არაერთი შენდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რეგიონებში. ამავდროულად განსაკუთრებით ეს ყველაფერი ეხება თბილისს, სადაც ბატონი კახიკალაძე თბილისის მერი პირდაპირ მასაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ზუსტად ეს აქვს, რომ ყველგან სადაც არ უნდა გავიხედოთ, შენდება ახალი სტადიონი, ახალი მოედანი, ახალი მულტიფუნქციური ცენტრები და ეს ყველაფერი უბრალოდ ის კი არ არის, რომ ადამიანები სპორტით დაკავდნენ. ამას თავისი მიზანიც აქვს. ერთი მხრივ რომ ადამიანებს და ბავშვებს ჰქონდეთ რომ თავიანთი სხეული გაიკაჟონ და რაც მთავარია, რომ ცხოვრება რომ ვიცოდეთ და უთხრათ ჩვენს მომავალთაობას, რომ სწორი მომავალი არის რომ სპორტით დავკავდეთ, ცხოვრების წესი იყოს ასეთი, ხოლო მეორე მხრივ თუ გავიხედავთ ნარკოტიკებისკენ, მთელი რიგი შეზღუდვები ამოქმედება ჩვენს მიმართ. თუ ეს ორივე მექანიზმი ერთად არ მუშაობს ქვეყანაში, უბრალოდ შეუძლებელია ბუნებაში შეუძლებელია რომ ნარკომანიას ვებრძოლოთ და მოდი ვნახოთ თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში. სადაც პირდაპირ წალეკილი არის, პირდაპირ წალეკილია ეგრეთ წოდებული, გამართლებული, კარგად აპრობირებული ნარკოტიკებთან ბრძოლის კამპანიები რომ არსებობს და რომ მოიყვანს ხოლმე ძალიან ბევრი სამწუხაროდ ექსპერტის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, მოდი ვნახოთ რეალურად თუ რა ხდება, რა ვიცი, ხო ჩავდივართ რა თითოეულ ამ ქვეყანაში და ვნახავთ ქუჩებში პირდაპირ როგორ ყიდიან ნებისმიერ ნარკოტიკს, სხვადასხვა პირები და ვნახავთ მათ შორის დამოკიდებულ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად მოწყვეტილი არიან საზოგადოებას, პირდაპირ ქუჩაში ცხოვრობენ და ყველაფერს აკეთებენ, ყველაფერზე წამსულებიან, ყველანაირ დანაშაულზე რომ როგორმე ეს დოზები მიიღონ. და შემდეგ ვეუბნებიან ამ ქვეყნების მაგალითზე, რომ კარგი პრაქტიკა არის და ეს უნდა გამოვიყენოთ. არ შეიძლება უბრალოდ სერიოზულად ამაზე საუბარი. და ბოლოს შეკითხვა, ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე ელოდებიან, თქვა უფრო ვითარების დამძიმებას და მძიმე საშიში ნარკოტიკების უკონტროლო გავრცელებას, ამ შეზღუდვების ფონზე, თქვა ცალკეული სპეციალისტები, რამდენად აქვს სახელმწიფოს ეს რისკები გათვალისწინებული, რა პრევენციული ნაბიჯები რომ ეს რისკი არ შეიქმნას, იმიტომ რომ საუბრობენ რომ შესაძლოა ამ დამატებით მას შეზღუდვება კიდევ უფრო ნაკლებად უსაფრთხო გარემოში გადაინაცვლოს ნარკოტიკების მოხმარება. როდესაც ეს ადამიანები საუბრობენ, რომ შავი ბაზარი უფრო გაიფურჩქნებაო, ხო? ესე რო ვთქვა. მაგალითად რატო? ანუ ჩვენ თუ კანონმდებლობით ვებრძვით ნარკოტიკების რეალიზატორს, ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ნარკომოვაჭრეებს თუ ებრძვი და მათ შორის ამ ადამიანების წინააღმდეგ უვადო თავისუფლების აკვეთა იქნება გამოყენებული ნებისმიერ ოდენობასთან დაკავშირებით და მთელ რიგ შემთხვევებში ეს შავ ბაზარს წაახალისებს. ელემენტარული ლოგიკა ხო არის, რანაირად შეიძლება შავ ბაზარზე ვინ მოქმედებენ ნარკომოვაჭრეები. ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ შემოგვაქვს თავისუფლების აკვეთა განსაკუთრებით ბევრი წლის ოდენობით, რაოდენობით უვადო თავისუფლების აკვეთა. და ანუ რეალიზატორებს თუ ვებრძვით ეს წაახალისებს შავ ბაზარსო. ამ ყველაფრის შემოტანა ცდილობენ საზოგადოებაში და რა უნდა არ არის ეს რთული საზოგადოებისთვის რომ სიმართლე და ტყუილი, თეთრი და შავი ერთმანეთისგან გაარჩიოს. ჩვენ დიახ გვაქვს კაცრი მიდგომები ნარკოტიკების რეალიზატორების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ყიდიან ან აქვთ მიზანი რომ გაყიდონ სიკვდილი. გვაქვს და გვექნება მომავალში. რაც არ უნდა შეეცადონ რომ ეხლა ეს სულევები როგორმე გააშავონ სხვადასხვა დაინტერესებულმა პირებმა. გმადლობთ საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით.